რეაქციის ქვეშ დაჯდებოდა ბავშვი, მუხლებზე დაიდებდა იმასა წიგნებსა და ისე უსმენდა და მე უკვე როგორ აცივდა, შემოდგომა დადგა და წვიმები დაიწყო, ჩემი უღლეს უთხარი რომ გააკეთე მეთქი რაღაცა ქოხი, რომ ბავშვი შეეფაროს და წიგნებიც არ დაუსველდეს და ბავშვიც არ გაგვიცივდეს მეთქი. ნორმალური სითბო არის როცა ეხლა ქარია, წვიმა არის და ის არის ცოტა სიცივია და ბავშვს ცივა ხოლმე, ფეხებიც ეყინება. ვღელა, მაგრამ მეტნაკლებად ესე იგი ვცდილობ რომ დავესწრო მეც გაგვეთილებს და იქ ვიყო რომ ფეჩი არ ჩაუქრეს და შეუკეთო ფეჩს. მე ძირითადად იმაზე ვესწრები მე რომ ბავშვს რომ გამოერჩიც რაღაცა, რომ მე მოусმინო კიდევ მასწავლებელს რომ სჭედავს, ადგება ბავშვი გამოდის ქოხიდან. ხო და გარბის გამორბის მაინცა რომ დაიჭიროს. გუშინ მაგალითად ალბათ ცუდამიძეც არის დამოკიდებული ეს ინტერნეტი. ერთი რამდენიმე ოჯახი ვართ რომ არა გვაქვს ახმეტაში სახლი. დანარჩენებს ახმეტაში სახლი აქვთ. კარგად არიან გამართულები და აქ არიან ძირითადად მოხუცები. მოხუცს კიდევ ინტერნეტი არ ასჭირდება. გაუზარძლის პირობებში ვართ და ვინ მოვა აქა? არავინაც არ მოვა. ერთადერთი მე ვარ რომ აი ეგრე ისამექნები უწვალო მე ჩემი შვილების გულისთვის და აი ესე ისამექნები. მე ბევრჯერ აი მე აქედან მივაქ ახმეტამდე რაღაცა გასაყიდი აქიდებული ჩავსულ ვარ, იქაც ხო რაღაცა უნდა ვიყიდო. იქიდანაც აი ესე მოვდიოდი აქიდებული. ეხლა კი უკვე აღარ ძალაცა და ჯალით და აღარ დავდივარ ეხლა. მათნამდე ხო ჩავიდოდი ფეხით. იქაც შეიძლება ტრანსპორტი, შეიძლება ვერც ავსულიყავი ხალხი იქნებოდა, შეიძლება აი მაგალითად პანკისიდან რომ მოდის მარშრუტები, იმას იქაც ბევრი ხალხია, ვერ ავსულიყავით, ბევრჯერ ფეხით გავსულ ვარ ახმეტამდე. 12 კილომეტრი ჩასვლა ამოსვლა. და ახლა კიდევ ბარგიც რო გაქვს ზამთრის დღეებში, რო პატარა დღე არის, ბევრჯერ აი შეიძლება დაგვაღმებოდა. აუცილებელია კი ტრანსპორტი, როგორ არ არის აუცილებელი. აქ კიდევ ერთი ოჯახი არის, რომელსაც დაიყავ ბავშვები ახმეტაში. და იმ გოგომ მითხრა მე, რომ დირექტორმა მითხრაო, რომ ერთი ბავშვიც რო იყოსო სოფელში, ერთიცო, იმასაო მაქანა უნდა მოემსახუროსო და წაიყვანოსო. მე ვცადე ერთხელ, რომ მაგალითად სკოლის დირექტორთან ვიყავი, რომ მივალ მეთქი რესურს ცენტრის დირექტორთან მეთქი. ხო და არ გინდაო მისვლაო, რომ მინდოდა რომ მაგალითად მე აქ ჩემი შვილი აქვე ყოფილიყო და აქედან ევლო სკოლაში, მაგრამ არ გაკეთდა ეგ საქმე და გავანებე თავი უკვე, აღარ მივაქცია ყურადღება მაგას. რა ხამუარი მითხრა და ისა. არავინ არ მომაქცია ყურადღება, არა. თორე მე მინდოდა რომ მაგალითად ესე ყოფილიყო, მაგრამ არც ის მითხრეს მე უკვე სამექნე, მეც აღარ შევაწუხე, გაანებე თავი, არ გამოვაო, ჩემმა მეუღლე მითხრა, შენ ერთი შვილის გულისთვის არის ამი, არავინ არ მოვაო, აქაო ცუდი გზები არისო, იქაო სამხედრიანი გჭირდება თუ რა ვიცი და გავანებე თავი, მეც გავანებე თავი. რა ვქნა?